საპროტესტო აქციების მონაწილე ქალთა მიმართ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობაზე და სასამართლოზე ცრუ მოწმეებად გამოკითხულ პოლიციელებზე გააკეთეს განცხადება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის განმარტებით 28 ნოემბრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს შეტყობინებები 10 ქალის დაკავების თაობაზე. მათი თქმით, დაკავებულების განცხადებით სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით. ლომჯარია და გიგაური საზოგადოებას მოუწოდებენ თუ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში ისარგებლონ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზით ან დაუკავშირდნენ ადვოკატს. იზოლატორში გადაყვანის შემთხვევაში პირადი დათვალიერება უნდა ჩაუტარონ იმავე სქესის წარმომადგენლებმა. ასევე დაკავებულებს შეუძლიათ ისარგებლონ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით 1491-ით ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზით 199-ით. ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ. ბრიფინგზე ლომჯარიამ და გიგაურმა მათი ინფორმაციით ცრუ მოწმე პოლიციელებისა და ძალადობის საქმეებში ჩართული 4 პირის სახელები და გვარები დაასახელეს. ქალების განცხადებით დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით. გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისთვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალური მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა აღნიშნულ სიტყვებს. აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად ვართ აღმოგიჩინოთ სამართლებრივი დახმარება კონფიდენციალურობის სრული დაცვით და წარმოვიდგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში. 4 ადამიანის დასახელება გადავწყვიტეთ. ერთი არის თეკლა ჯავახაძე, რომელიც ჩართული არის მაია გოგიძის საქმეში, ასევე ცოტნე მესხიშვილი, ისიც არის ჩართული მაია გოგიძის საქმეში, ლაშა ბერაძე, შსს თანამშრომელი, რომელიც არის ჩართული ალექსანდრე დემიანინკოს საქმეში და ნუგზარ ტურაშვილი, რომელიც ჩართული არის ირაკლი ფიფიას საქმეში. ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმე არის და იტყუება სასამართლოს პროცესების დროს.